ხასი ძალიან რთულია ასე ორი სიტყვით თქვა, ერთი ის რომ ნამდვილად არ ემზადება არჩევნებისთვის, ნამდვილად არ აპირებს ბიძინა ივანიშვილი რიგარეში არჩევნებს, ამას მე პრინციპში ადრეც ვამბობდი და ყოველთვის ვამბობ, მას საერთოდ არ ესმის ეს ამის საჭიროება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს უყურებს როგორც რაღაცა ესეთ ასე ვთქვათ ინფორმალობას, რომელიც რატომღაც რაღაცა თამაშის წესების გამო ამ საერთაშორისო პოლიტიკაში ჭირდება, თორემ ხა რეალურად ის არც კი განიხილავს იმას, რომ თვითონ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და ვიღაცა სხვა უნდა მოვიდეს. ის ამას უბრალოდ თეორიულადაც არ განიხილავს, ჯერჯერობით მას არც დადგომია, არ დამდგარა იმ ფაქტის წინაშე, რომ აი არჩევანი გაეკეთებინოს. ცხადია, ეს ამას არ აპირებს, რიგარეში არჩევნები ამდენად მისთვის არის მხოლოდ ხარჯი. რომელიც მან უნდა დახარჯოს და რატო არ დახარჯოს ისედაც რასაც უნდა იმას აკეთებს იმ პარლამენტში ხა კონსტიტუციაში რა ეწერება ამასო პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ეს ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძემ დაამკვიდრა არაერთხელ დაამტკიცა რადგან აი თქვენ რა კანონებიც ახსენეთ ეს განსაკუთრებით დავიჭი ტროტუარზე გასვლას რო უგზალავენ და აზახმის ამოღებას და მარჯვნივ ნაბიჯი და მარცხნივ ნაბიჯი რო უკანონმდარღვევა ეს ყველაფერი რო არის აი აბსოლუტურად ფეხებზე დაკიდება კონსტიტუციური პრინციპის იმ პრინციპის რომელსაც ქვია რომ ადამიანები შეუძლიათ წინასწარი ნებართვის გარეშე თავიანთი აზრის გამოხატვა ამ აქციებზე ეს წერია კონსტიტუციაში და ამის სრულიად საწინააღმდეგოა რა კანონებიც მიიღეს ახლა ეს კანონები პრინციპში მიმართულია ერთადერთი აი ამ რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტი აქციის წინააღმდეგ როგორმე ეს ხალხი გააჩერა აი რატო აიჩება რომ ამ ხალხის გაჩერება ასე ადვილად რაც მიჩებიას და რა მგონი ასე მარტივად მოხერხდეს ეგ მეორე ამბავია მთავარი არის აქ რა იცით აი რომ არ ჩანს ასე ვთქვათ ერთის ხრივ ჩანს რომ ცხადია ბიძინა ივანიშვილი არ და ეს ხელისუფლება ცდილობს დიქტატურის კონსოლიდაციას და ამტკიცებას ავტორიტარული რეჟიმის და ბოლო წლებია ნუ ეს ძალიან აშკარად ჩანს ისინი ცდილობენ და პრაქტიკულად მიღწეულია ეს არის ერთადერთი მიღწევა ბჭყალებში გაემიჯნონ ევროინტეგრაციის პროცესს ანუ არ მოხვდნენ იმ სივრცეში იმ საერთაშორისო თანამეგობრობაში სადაც მას მოთხოვენ ადამიანის უფლებათა დაცვას დემოკრატიას პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ცივილიზებულ დამოკიდებულებას იქ არ უნდა ურჩევნია იქ აშხაბადში რო შემადგენლობა იყო აი იქ იყოს აი ამ სივრცეში იტრიალოს იქ უფრო შინაურულად გძრობენ თავს და რაღაცა თავისიანებში იმიტომ რომ იქ რაღაცა მხოლოდ ერთმანეთში მიდის რაღაც ეკონომიკურ სარგებელზე შეიძლება ლაპარაკი და ქვეყნის შიგნით ვიზი და ასაკეთებს ეგ ნაკლებად ენაულებად ეს ცხადია მეორე მხრივ მაინც და ეს ძალიან საყურადღებოა და მე ოპოზიციის ადგილას და პოლიტიკური ოპონენტების ადგილას ამას ცოტა მეტ ყურადღებას მივაქცევდი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე მაინც ვერ ბედავს აი ისეთ დონეზე წასვლას ამ დიქტატის რომ აბსოლუტურად ყველა ხაზი გადაჭრას დასავლეთთან და საერთაშორისო რა იგულისხმება ისეთ დონეში ბატონ დავით ის რომ მე ძალიან მარტივად გეტყვით რა იგულისხმება ის რომ სტალინურ მეთოდებს არ მიმართავს და ელემენტარულად არ ხრեց ხალხს და არ აპატიმრებს ყველას და არ აგძალა უკვე სამი თვის უკან ეს პარტიები ყველას არაპატიმრებს არ გაქვთ თქვენ ეგეთი რა ვიცი მე თქვენს პატიმრები უნდა ვიყოთ მაშინ ხა ლუკაშენკოს რეჟიმის დროს ჩვენ მაგალითად ორივენი ვიქნებოდით ციხეში თქვენ ტელევიზია არ იმუშავებდა ან მარტივად იქნებოდა თან ეს ამბავი ხარ გონიათ რაღაცა სამართლებრივ იმას დაიწყებდნენ და ძალიან მარტივად მოხდებოდა ამაზე არ მიდის არა იმიტომ რომ რაღაც დემოკრატია უნდა არამედ იმიტომ რომ ცდილობს მაინც სავაჭრო დაიტოვოს დასავლეთთან იმიტომ რომ აი ამ აშხაბადის შემადგენლობაში რომ კარგად იყოს ისა და რაღაცა წარმოადგენდეს რა ჩვენ თუ დავაგვირდით იმ აშხაბადის შემადგენლობაშიც რაღაცა ეს შემთხვევით რაღაც წვეულებაზე მოხვედრილი მეზობლის ბავშვით იყო ის კობახიძე იქა შემთხვევით რომ მოხდება და არავის ყურადღებას რო არ აქცევს ის არ იყო იქ რატომ თავარი ფიგურა საერთოდ მეორე ხარი აბსოლუტურად მარგინალურ ფიგურად ჩანდა ის იქ ვერ არის კარგად ანუ ავტორიტეტი იქაც არ აქვს და ავტორიტეტი არ აქვს იმიტომ რომ საქართველოს თუ შეიძლება აი მიგივე ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ჩინეთისთვის თუნდაც რუსეთისთვის რამეს ანგარიშგასაცემს წარმოადგენდეს მას უნდა კონდეს გზა ევროკავშირისკენ ანუ ევროკავშირზე უნდა ჭრიდეს გზას
საქართველოს გავლით. თუ ევროკავშირთან საქართველო არის ისეთ საშინელ მდგომარეობაში, როგორიც ახლა, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებშია და აქვს ისეთ საშინელი დამოკიდებულება, როგორც ახლა აქვს და ხა საზა შატილიშვილის ბოლო წერილს თუ ნახავთ, საერთოდ ტრამპის deep state-ის აგენტად გამოაცხადა უკვე. ადრე მარტო ვიცე-პრეზიდენტით, ესე იგი, ანუ პრაქტიკულად ბიძინა ივანიშვილი ასეთ თუ დამოკიდებულება თუ აქვს ამერიკასთან და ევროპასთან, არ აინტერესებს არც იმ ხალხს მაშინ შენ. მაშინ იმ ხალხისთვისაც არ ხარ საინტერესო, იმ ხალხისთვისაც ხარ აუტსაიდერი. ეს სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით კატასტროფაა ეს პოლიტიკა, რასაც აკეთებს და ამიტომაც ცდილობს მაინც დაიტოვოს გარკვეული რაღაც სავაჭრო დასავლეთთან იმ გაგებით, რომ აი მე ასეთი ვარ, მიმიღეთ ასეთი, როგორიც ვარ, ანუ აქ ნუ მომთხოვთ დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, რაღაცა თქვენთან მე არ მინდა არაფერი, არც თქვენი წევრობა მინდა ევროკავშირის არაფერი, არც ნატო, არაფერი არ მინდა, თავი დამანებეთ, მაგრამ მივაჭრეთ. აი ტვირთი გაატარეთ, გამოატარეთ, აქედან რაღაცებს გამოუშვეთ, თქვენ იქიდან გამოუშვით ტვირთი და აი ეს უნდა და ეხლა ეს ცოტა უტოპია ასეთი მიდგომა იმ პოლიტიკიდან რაც არის, მაგრამ ეს არის ერთადერთი ახსნა ჩემი აზრით იმისი, რატო ვერ მიდის ბოლომდე დიქტატურა. არა იმიტომ, რომ რაღაცა ხალხის აბუნტების ეშინია. თუ დიქტატურას ასე მე გაგახსენებთ აგერ მარტივ გზას წინააღმდეგობის ჩახშობის 1992 წლის გადატრიალების შემდეგ მოსახლეობის უმრავლესობა პანჯოის ქალაქ თბილისშიც იყო გამსახურდიას მომხრე. გამოვიდა ის ხალხი მიტინგზე ესროლეს ტყვია. და შევიდნენ მე სახლებში აბა რა ეკნა და ყველა ხوار დაიხუცებოდა რა. ასე იქცევა, როცა სერიოზულად დაპირუცა ფეხებზე კიდია ყველა. და ასე არ ხდება ხო ეხლა ჯერჯერობით. დიდი მადლობა ჭრალებში რა თქმა უნდა პარტიაზე ტყვიას არ გვესურიან. თუმცა ნუციმას გამოვრიცხავთ რომ თუ ბოლომდე მივა რაღაცა ეს ამბავი და თუ ივანიშვილი ტყუილად არ იძახეს ცდილობენ ჭუიდან გადამიყვანოთ თუ რაღაცა ძალიან ნერვები აშლით არც იმას გამოვრიცხავ რომ ამაზე წავიდე. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დავით ზურაბიშვილი.